იქ ირაკლი რატომ არ გჯერა? რესტორანში დათოსთან ერთად იყო ანანო. მოიცა მარიკა. რა ჯიუტი გოგო ხარ რა. ვერაფერს ვერ დაგაჯერებს კაცი. იქ იყო ეკა. ეკა იყო იქ. ჩემი თვალით დავინახე. ირაკლი, მე მგონი დროა ოკულისტთან წახვიდე. სირცხვილი კი არ არის. მასაკი მოგემატა წლები მაინც თავის აშვება და რაც. მარიკა მოიცადე. მოდი რა ლოგიკურად ვიმშევოთ. დათოს და ეკას უფრო მეტი აქვს საერთო. მაგალითად ორივე განქორწინებულია. კიდე ის ქართველია ორივე. ხონვეს არ გამომივიდა რა. მოდი შევთანხმდეთ, იქ იყო ანანო და დავამთავროთ ამით. მოიცა მარიკა. ნუ ფრთხი. დაჯექი. არსებობს ასეთი ლუანტეს მეთოდი. ფოტოგრაფიულ მეხსიერებაზეა დაფუძნებული. ეხლა შენ თვალები დახუჭე. მოეშვი. მოიკრიბე მთელი არსებული და არ არსებული გონება. და გაიხსენე. იმ დღეს ფანჯრიდან რესტორანში რო შეიხედე, რა დაინახე? ხო, კარგი, დავხუჭე თვალები. შეიხედე რესტორანში? შევიხედე. დათო ხოზის იქ. მოიცა. რა იყო? მაშინ კი ვერ შევამჩნიე. შალამაზი ფარდები ყოფილა. რა ფარდები, მარიკა? დათო ხოზის იქ. დათოზის? და წინუზის? ეკა. აღიარე რო ეკა. რა ეკა, ანანოა, ირაკლი და რა ვქნა? რა ანანო, მარიკა, ეკა იჯდა იქ, ეკა. გინდა დამძავდეთ. თუ დათოს უყვარს ანანო, იმ $700 ჩექმებს მიყიდი. და თუ ეკა უყვარს? მაშინ არ მიყიდი. კარგი. მაწყობს. აი ეს სხვა დოკუმენტი. თუ დათოს ანანო უყვარს. ხო ვერ მეტყვი ეკას რატო ხატავს? საჩვენე. მოიცა. ეკა? მართლა ეკა ყოფილა. მომცი აქ. ეკა აბა ვინ არის? მოიცა. თუ თავის ფორმით და გარშემოწერილობით ვიმსჯელებთ. ანანოა. ეკა. აუ. ანანო ყოფილა. ეკა ყოფილა. მარიკა. ეკა ხო არ არის ანანო. აბა ანანო როგორ არის ეკა? ირაკლი. ვა! როგორ ბრძანდება ჩემი ფიროსმანი? როგორ არის უსახკარო ნიკალა? კარგია ფუშფუშა ლოგინში ძილი. კიბის ქვეშტოლას ხო ჯობი? დაბძანდით. ხატვარო, რა მინდა კითხო? შენ რო იძინებ ხოლმე, უცებ იძინებ თუ ჯერ ვინბეზე ფიქრობ და მერე გეძინებ? დამალვას საზრი არ აქვს დათო, ჩემი თვალით დაგინახე. მეც დაგინახე. კარგი. ვიტყვი. მე გავტეხე ვაზა. წავალ და ახალს მოვიტანე.
რავაზა. ის მითხარი. ეკასთან ერთად რესტორანში ხო იყავი? ეკასთან ერთად ვიყავი რესტორანში. ანანოსთან ერთად რესტორანში ხომ იყავი? ანანოსთან ერთად ვიყავი რესტორანში. ვერ არის ცოტა ხოიცა. ახალგაზრდა, ღამღამობით ხმები ხო არ გესმის შენ? დაბალი სიცხეები ხო არ გაქვს? დათო. აი აქ ვიხატია. აი მან არავინაც არ ხატია. რას მელაპარაკე? მაგას ჩვენ ვხედავთ რომ არავინ არ ხატია. მაგრამ ვინ გინდოდა რომ დაგეხატა? აი დათო. გელოდებით. ანანოა? ხო და იმ ვაზას დააბრუნე. წაგე. წავაგე. მაგრამ რო იცოდე ისედაც ვაპირებდი იმ ჩექმების ყიდვას. უბრალოდ მნიშვნელოვან დღეს ველოდებოდი. ჩვენი ქორწინების დღეს, ხო? არა, მარიკა, ფასდაკლების დღეს. ფასდაკლების დღეს. რა იყო ირაკლი? ეხლა ანანოც ჩვენთან გადმოვა. მე 1-2 წელი უნდა ვაცადოთ. გრანტს აიღებს. ცხოვრებას აწყობენ. რატომ გადმოვა ანანოც ჩვენთან? ანანო რომ გაწყვეტება, ბებია თავის სახლს უტოვებს. რა? ბებია სახლს უტოვებს? დათო მოიცა, დათო! შეძდე, ხატვარო. დათო. გილოცავ დამდეგ გაბედნიერებას. რა? რა თქვა? ბედნიერი ვარ რომ მიდიხარო და ვინ თქვა? ირაკლი. დათო. ძალიან გთხოვდა. დღეს დროზე მოდი. გეგმა უნდა დავსახოთ. მე ჩემი გეგმა უკვე მაქვს ირაკლი. სხვა რამე მოვიფიქროთ დათო რა. თორე შენი გეგმის განხორციელებას ხო იცი 1-2 წელი უნდა როგორც მინიმუმ. ვინ ლაპარაკობს? ირაკლი. და რას ლაპარაკობს? მგონი აგდებს სახლიდან. 1-2 წელი მე ვერ მოვიცდიო. რა სასაცილოდ განან. აუ მაჩვენე რა. მეცის. აუ ჩაულებრივად განანო. აი რა სასაცილოდ ლაპარაკობენ. მასმენინა. აუ შემჭამე რა. შემჭამე. წავედი მე. კარგი. წადი. დათო. ის ვაზა შეგიძლია აღარ დააბრუნო. ესე იგი შენი საათიც. ჰა? კარგი ხო, ჩემი საათიც. რაო? წადი და აღარ დაბრუნდეო. დათოს აგდებენ სახლიდან. ვაიმე, საწყალი ბიჭი. ანანო, სარკე მათხოვე. სარკე რა თქინდა, სანდრო? ჟურნალისტია, ინტერვიუზე მოსასვლელი და ცოტა მოიწესრიგო თავი. ვაიმე რა მაგარია. იცი უკვე რაც უნდა კითხოს? არა. იცი სანდრო, ყველაფერი კარგია, მაგრამ მოდი ერთი რაღაცა დამიჯერე რა. სანდრო. ნა. აი, როდესაც კითხავს, რა ჰობი გაქვსო? მოდი. რა გაქვსო? ჰობი. რო კითხავს ამას. იცი, მკითხველი ჩაგითვლის ძალიან კარგ ტონად, თუ უპასუხებ რომ კითხვაო, წიგნისო. ჰობი და კითხვა. წიგნის. კაი. ხო. და დანარჩენ კითხვებზე რა ვქნა?
არ ენერვიულო შენ არაფერზე. აი მე აქ დავჭდები და როგორც კი რამე სისულელე წამოგცდება, მაშინვე ერთი ჩაი მომიტანეთ, ასე დავიძახებ. კაი? მოდი. ხო არ ნერვიულობ არა? ჰობი კითხვა. მე რატო უნდა ვინერვიულო? ვარსკვლავთან მოდიან ინტერვიუზე და ინერვიულობ. თქმა უნდა. სანდრო მახარაძე რომელია? აი აქ ძიძი. გამარჯობა. შემოვედი თუ არა მაშინა გიცანი? დავაცხათ. თქვენ რომელი ქვეყნის ტელევიზიიდან ხართ? ჟურნალი დედაქალაქის ჭორები. ვაიმე, რა სასიამოვნოა. მე და ჩემი მეგობრები თქვენი მუდმივი მკითხველები ვართ. იცით, მალე ჩვენი პირველი ნომერი გამოვა. კაი, დავიწყოთ. აი ძალიან მაინტერესებს ამ რეკლამის ნახვის შემდეგ რა რეაქცია ქონდა თქვენი ოჯახის წევრებს. მამაჩემს არ მოეწონა. ლონდონშიო მაგისტრის გასწავლიდიო. მე ლონდონში ვსწავლობ. სამაგიეროდ დედაჩემს მოეწონა. მითხრა სანდრო ყოჩახ, სულ მინდოდა გოგომ ყოლოდაო. ერთი ჩაი მომიტანეთ. ვიხუმრე, მამაჩემსაც ძალიან მოეწონა. დიახ. და აი ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი. ნამდვილი მამაკაცი? უნდა იყოს მამაცი, ერთგული, უკომპრომისო. ნუ ერთი სიტყვით, როგორიც სპაიდერმენია. ერთი ჩაი. არა, სპაიდერმენი არ ჩაწეროთ, ბეტმენი თუ შეიძლება. და თქვენი ჰობი რა არის? ჰობი? ჰობი კითხვა. საინტერესოა ამჟამად რას კითხულობთ? ციგნს. ბატონო? და რომელ ციგნს? რომელ ციგნს? დიახ, რომელ ციგნს? წითელს. ჩაი მომიტანეთ. არა, შავს. ანუ წითელს და შავს კითხულობთ? ხო, წითელს და შავს კითხულობ. აქამდე წითელი და შავი არ წაგიკითხავთ? როგორ არ წამიკითხავს? ოღონდ ბავშვობაში წავიკითხეთ წითელი და შავი ცალ-ცალკე. ეხლა მინდა რომ ერთობლივად წავიკითხო. ერთი ჩაი. დიახ. 4 სართულიანი, დიახ. კარგით. კარგი შეიძლება? 15 წუთში გადმოგირეკავთ. მადლობთ. მარიკა, როგორ ახარ? ისეთ ამბავს გეტყვი რომ არ დაიჯერებ. მართლა? ჯექი? მოდი. რა მოხდა? აბა თუ მიხვდები ვინ უყარს დათოს? დათოს? მინიშნებას გეტყვი, ვისთან ერთად იყო რესტორანში. რესტორანში? მარიკა, მე ვუყვარ ვარ. აი მე საყვარელი. შენ არა, ეკა ანანო. ანანო? რასულელია ღმერთო ჭა. მარტო ანანო სიმპათიური, განათლებული, კარგი ოჯახის შვილია. თან ბინა აქვს. აი რა მარიკა, ესე დათოც სიმპათიურია, განათლებულია. ისე მართალი ხარ. იცი რა ჯობია ოჯახის შექმნას, ცხოვრება ცოტა აიწყო. სამსახური შეოს და რას თავარი ამ ხატოს თავი დაანება, სწორედ აიღუპება მარიკა. ირაკისაც შენეგონე. მართლა. დავენიძლავე და $700 მოუგე. გამაგიჟო. აბა თუ მიხვდები სან მიდივარ? ჩექმის საყიდო. წამოყვები? აბა რას ვისახებ? ხო მართლა, 5 წუთიანი საქმე მაქვს. შენ არ მოიწყინა? ხო. ეხლავე დავბრუნდები. ეხლავე. კაი. მობრძანდით, დაბრძანდით. იცით,
მე თქვენი მუშაობით კმაყოფილი არ ვარ. თავისუფალი ხართ სამსახურიდან. ხვალიდან შეგიძლიათ აღარ მოხვიდეთ. თქვენ ჩემი თანამშრომელი აღარ ხართ. კარგად ბრძანდებოდეთ. რა კარგია? გამარჯობა. მე ისევ რომ გირეკავთ ხოლმე. საფათ რომ ირეკავთ ხოლმე. მე ისევ რომ გირეკავთ. მოგზანდით. კონტრაქტზე ხელს ხომ არ მომიწერდით? პრობლემა არ არის კი ბატონო. აი აქ მომიწერეთ. აქაც მომიწერეთ? და აი აქაც. მე? მადლობთ. ერთი წამით? აქაც იყოს ყოველი შემთხვევისთვის და ესეც. მადლობთ. არაფრის. არ გაგზავნდეთ. ნახვამდის. დაგირეკავთ ხოლმე. ვაიმე. მარიკა, წავიდა. წარმოგიდგენია, მთელი თვე ამირეკავს. სირაქლემების ფერმა უნდა ავაშენო და კონტრაქტზე ხელი მომიწერეო. ცოტა საფრთხეს ხო იცი? რატო ეკა? საყვარელი სირაქლემა. მარიკა, ნახე რამდენი საბუთებია. არა ვწევს რომ მოვა, მერე მოვაწერ ყველაფერს ხელს. წავედით? წავედით. ირაკლი, აბა მითხარი ხა შენი გეგმა როგორ მოხიბლო ანან? გეგმა. ამ საქმეს აჩქარება არ უყვარს. დათო. ნელ-ნელა უნდა მიყვე. თავიდან დაიწყე საჩუქრებით. საჩუქრები კარგია მიყვარს. მერე შეგიძლია სერენადაც უმღერო. სერენადა ის აივანთან. ეგ არის. და რა უმღერო, ტექსტი რო არ მაქვს? ტექსტი როგორ არა გაქვს? ხო. მაშინ ის რა არის? აბა, 1-2 წელიც მაცალე. მერე გავკიდი ჩემი ნახატებს და ავიწყობ ცხოვრება. ტექსტია საბარა. კარგი რა ირაკლი და საჩუქარი ხომ ჩამაწერინე. რამე კარგი ნახატი რომ მოაჩუქო. დაივიწყე. არ გაქვს შენ იმდენი ფული რომ კაი ნახატი იყიდო და აჩუქო. ყველაფერს ძალიან მარტივად უყურებ დათო. ასე არ შეიძლება. სტრატეგია უნდა დავსახოთ. სტრატეგია არა ის. დათო. ყველა ნაბიჯი უნდა გავთვალოთ. ყველაფერი წინასწარ დავგეგმოთ. ყველა სიტყვა უნდა დავწონოთ. ისე კი არა, მაშინ იმ გოგომ რო კითხა, რა ქვია იმას, ნინიმ. მარიკა ვინ არისო და რომ მიახალე ეგრევე კატაო. ისე იქ მაგრამ მოვიფიქრე რა. დავიწყოთ ჩაცმულობით. უნდა ჩაიცვა სოლიდურად და გემოვნებით და არა ისე როგორც იცვავ ხოლმე. აჰა, ესე იგი შენი პიჯაკები აღარ უნდა ჩავიდე. ხო. ჩემი პიჯაკები აღარ უნდა ჩაიცვა ხოლმე. მერე შეგიძლია რომანტიკული საჩუქარიც აჩუქო. აუ, ლეკვი რომ აჩუქო პატარა. არავითარი ცოცხალი არსება.
იმიტომ რომ შეიძლება შენზე ძალიან შეუყვარდეს და სახლიდან გამოგაგდოს. აბა რა ვქნა ირაკლი? ეს არაჩუქო, ეს არის შენი სტრატეგია? ავდგები და მოვიტაცებ. სად წაიყვან? სად წავიყვან და ჩემი მეგობრის სახლში. დიდი სახლი აქვს და თან მარტო ცხოვრობს. მოიცადა თუ? შენ მეგობარს თუ დიდი სახლი აქვს და თან მარტო ცხოვრობს. ანანო რაღაც გინდა, წადი და იცხოვრე, აი სტრატეგიაც. სამაიმუნოთ მცალია. შენ რა აჩუქე მარიკას? პირველად ვაჩუქე ყვავილები. თავზე გადმომაყარა, ნუ იწერ. მეორედაც ვაჩუქე, კიდე გადმომაყარა. მესამედ ჭკუა ვიხმარე და გეგმა დავსახე. თაიგული ვაჩუქე დედამის. ერთ კვირაში ვიქორწინეთ კიდეც. ყვავილები კარგია. რა მინდა კითხო? ირაკლი, აი ეს როგორი თაიგული უნდა იყოს? ჩემი აზრით, უნდა იყიდო ძვირფასი თაიგული, ჩადო შიგნით პატარა სასიყვარულო ბარათი და გაუგზავნო. ძვირფასი თაიგული? კარგია, მაგრამ შენი გეგმით რა ეღირება? ნუ ერთი 100 ლარი მაინც ხო ეღირება? 100 ლარი. აჰა. და შენი დასახულის სტრატეგიით ირაკლი 100 ლარი რომ მასეს ხო? აი ძალიან მაინტერესებს ხო არ გაგიჭირდათ ახალ ამპლუაში შესვლა? რაში? ამპლუაში. ამპლუაში. დიახ. იცი რა არის გენაცვალე? დღეს საქართველოში ისეთი რთული მდგომარეობა, ეს ტოტალური გაყალბება, მასობრივი პრივატიზაცია. რანაირად შევიდე? მიდი ერთი აბა შედი შენ თვითონ რამე ამპლუაში. ესე ადვილად არ ხდება ამპლუაში შესვლა. კარგი სანდრო, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ერთ სურათს გადაგიხებ და მოვჩეთ. თუ შეიძლება ვიტრინდასთან რომ დაჭდე. ვისთან? აი. იქ. ერთი წუთი. როგორი? პირველ გვერდზე ხარ დაუბეჭდავთო. არა, რა პირველ გვერდზე რა უნდა? ბოლოს წინა გვერდზე სუდოკუსა და ჭადრაკის დაფის ქვეშ. მაშინ კარგი, გიოცებს. ეხლა მითხარი, რომელი პასუხი მოგეწონა ყველაზე მეტად? მე ძალიან მომეწონა, სანდრო, იცი რომელი? აი, რო გკითხა, რომ შენ რამდენი წლის ხარო და შენ 26-ის უპასუხე, ეგ ძალიან კარგი პასუხია. მოიცა. რომ კითხა, რამე სიახლე ხო არ არის, ახალი შემოთავაზებები ხო არ გაქვს? მე ხო უპასუხე, რომ ფერად გიორგი სააკაძეს იგებენ და პაატას თავი შემოთავაზეს ხო? მაშინ საძიყვი. მაშინ აქ ვიყავი, მაგრამ ჩაის უკვეთავდი. ვაიმე. მადლობა. არა, რა ვქნა, ხო ხედავ არა, ხო ხედავ. ყველაფერი მიდის ძალიან კარგად. ხავს უყვარვარ ბარათებსაც მიგზავნიან. ძვირფასო. ანანო. შენია. ანანო. ძვირფასო? ანანო. რაც შენ გაგიცანი ღამე აღარ მძინავს ხოლმე. სულ შენზე ვფიქრობ, გავადრო ასე 1-2 წელი და იმედი მაქვს ჩვენ ერთად ვიქნებით და ვეღარაფერი დაგვაშორებს. ინკოგნიტო ვაშკაცი. მოვიძვენი ხეს ვის უნდა გამოეგზავნა? შენ
ხელწერას გავს სანდრო. მე ამის დამწერიო. ვერ დაწერდი შენთან არც ერთი გრამატიკული შეცდომა არ არის და როგორ დაწერდი. უი, მარიკა. ხო, მარიკა. ხო, საღამოს? აუ, სანდროსაც ვეთყვი, კაი? კაი, კოცნი. ნახტები. მარიკამ თქვა, ამ საღამოს მე და ირაკლი ჩვენთან გეპატიჟებითო. ჩვენთან გეპატიჟებითო? არა, ხედავ რას ნიშნავს ეს პოპულარობა. აუ, ანანო, რა ვიფიქრე იცი? 12 მეტრიანი ლიმუზინით რომ მივიდე, ა? ცოხმას რა რეაქცია ექნება? მარიკა ძალიან გაეხარდება და ირაკლი წამალს დაგალევინებს. გამარჯობა. გამარჯობა მარიკა, როგორ ხარ? მადლობთ. გამარჯობა. დიდი ხანია მათი ცნობ? რამდენი ხანია ეს ჩექმები მიიღეთ? 6 თვეა. 6 თვეა ვიცნობ. სად არიან ჩემი სიცოცხლეები? ისე მთელი დღე უნდა უყურო? არ ვყიდულობ. ფულიშო, გილოცა. მარს მოუგო. აუ, რა მაგარია, მე ვერასდროს ვერაფერს ვერ ვიგებ. აი ეს ლოტერეა როა, რო გირეკავენ და მონოს ნომრები რო უნდა უთხრა. რამდენჯერ ვიყიდე მონო და ვერც ერთხელ ვერ მოვიგეცლა. ამო. ნახე. აი ესენია. მართლა ძალიან მაგარია, იცი? ეს ნახე. ნახე რა კარგი ტყავია. შეკერილიც კარგია. უკაცრავად ეს რა ღირს? $150. რა ჩექმებია ახლა ეს? არც ტყავია კარგი და შეკერილიც არ მომწონს. აი ეს სულ სხვა. დიდი ბოდიში ხომ კარგი ხარისხია? კი, ძალიან კარგი ხარისხია. ოღონდ თავისი მოხმარების წესები აქვს და თუ დაიცავთ, პრობლემა არ გექნებათ. წვიმაში არ ჩაიცვა, ძირი გაუფუჭდება. თვალშიც ნუ ჩაიცმევ, შეიძლება ტყავმა ფორმა დაკარგოს და ქარშიც მოერიდე, თორემ ჭოჭყი ჩაუჭდება. აი ზუსტად ასეთი ჩექმები მინდოდა. ყიდულობ, მომეცი. არა, მომეცი შეგიფუთა. მარიკა. ხო, კარგი, ოღონდ არ გაფუჭდეს, ხო? მე მარიკა. აუ, ნახე შენი სტილია რა. მე რა ლამაზია. ესენი რა ღირს? $500. აიღე. მადლობა. ესეც შემინახეთ, ადრე თუ გვიან ვიყიდი, ხო? ავეცილებლად. სულ გაგიჟდი, ამის ფული სად გაქვს? გინდა დავნიძლავდეთ $500-ზე, რომ ის კაცი სირაქლემლის ფერმას ააშენებს. მოდი. მოდი. შემინახეთ. ავეცილებლად. რა კარგი ხმარი ხარ ირაკლი. მარიკას ეს $700-იანი ჩექმები რო უყიდე. ხო, ხო. აი მე რო ეგეთი ხმარი მყოლოდა. გავშორდებოდი? რომელზე ამბობ? იცი რა? აი მარიკასთვის სამსახურიც რომ გაშოვნინა. ეკა. არ გინდა წყალი მომიტანო? მე მოგიტანე. მოგწონს? როგორ არ მომწონს მარიკა? იცი როგორ დადიხარ? 350, 350. და 700 მე ერთხელ. ეს ჩექმებისთვის დასაყვანელია. ეს კიდე ავანსი. რა ავანსი? მაგარი ფეხსაცმელები ნახეთ დაბალძირიანი $550. გამარჯობა. რა ხდება მარიკა? ახე, რა მაგარი ჩექმები ვიყიდე? მაგარია და ამას აღვნიშნავთ? მაგას აღვნიშნავთ ხო მაგას? ანანო ხომ არ გინახავს შემთხვევით? კი, ვნახე, ბარში რაღაც თაიგული მოართვეს, ხო მაგარია? უკაცრავად.
და რა იცით რომ ის რაღაც თაიღული 100 ლარი არღის? გამარჯობა დათო. უკაცრავად. ახლა ირაკლი. რა ხდება და დათოს უყვარს ანანი და დღეს შეხვედრას უწყობთ. აი, ვერ გავიგე რა? დათოს უყვარს ანანო და მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ეგ როგორ? როგორ აგიხსნა? აი ეს ხო არის პულტი. ეს არის ტელევიზორი. ტელევიზორი თუ არ გაქვს, ეს პულტი ხო ტყილაგდია სახში და ნერვებს გიშლის. გამარჯობა მარიკა. გამარჯობა. აი ეს ვაზა მოგიტანე. აი მე სულ არ მახსოვდა. აღარ მახსოვდაო. დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს. ვიცით. დათო მიდის სახლიდან და ზეიმობთ. არა. დათოს ანანა უყვარს და აქ უნდა შეხვდნენ. რა? თამარ ხომ გეუბნებოდი ის კარის შეცვალთ, რომ თხელი კარი დავაყენოთ. დათოს ანანო უყვარს? სადაა ამ კაცებს თვალები? თამარ როგორ არის მოწაფეების საქმე? გვეზრდება ნიჭიერი გიტარისტთა თაობა. აბა რა გითხრა ჩემო ირაკლი, ვიღას უნდა შენი კლასიკური გიტარა. აღარც გაზმანოვი, აღარც როზენბაუმი და აღარც აგუწინი. ნახეთ, როგორი ჩექმები ვიყიდე? რა კარგია მშვიდობაში. ბედნიერებაში. კარგი ჩექმაა. რა კარგი ჩექმებია ირაკლი. ზუსტად ასეთი ჩექმები ვიყიდე მეორაჩი 60 ლარად. Алло. ირაკლი. ვინ არის? გოგი. აუ სანდრო, რა ხდება? ვერ გავიგე რა დათო და ანანო. მოგიყვებით, მოი. ალო. ხო გოგი. როგორ ხარ? არაფერი ჯერ არ მოსულა ველოდებით. უთხარი რომ ახალი ჩექმები ვიყიდე. გოგი მარიკამ ახალი ჩექმები იყიდა. ხო ის. აუ სანდრო, რანაირად ვერ გავიგე რა. რა ვერ გაიგეთ? ეს ხო არის პულტი. ეს არის მიუხვდი. ყველაფერს მიუხვდი. აბა შტერი ხო არა არა. ჩერის თაიგული, მე ის ბუშტი წარწერით ანანა მიყარხარ, მე ეს სამაჟური. მიუხვდი ყველაფერს. ჯერ დაურეკე. თავიდან ამტკიცებ და არაო, მე არ გამომიგზავნიაო და მე რა იცით ჩორჩოტია არა. მითხრა ხო, მე გიგზავნიდი და გიმალავდიო. ვაიმე, იცით რა ბედნიერი ვარ. მოწედეთი წუთი. შემოდი. რეზო. ნახე ახალი ჩექმები. აუძლებს არ შევედი. მე რა მოგოძია. 60 და 63-იო რა.
ამბავია, სულ ბოლოს დაბეჭდეს. აი, 63. ეს სუდოკუ არ გვინდა, ეს საჭადრაკო დაფა არ გვინდა. აი, ქართველი ქალების ყველაზე საყვარელი თავი და ქართველი მამაკაცების საყვარელი ტანი. სანდრო მახარაძე. რუბრიკა ვინ გვარცხვენს? მიბოძეთ ჟურნალი. კარგი რა. მიბოძეთ ჟურნალი. რა ხაზრი აქვს სანდრო, ნახავ თელმა ქალაქმა. ეხლა ვეღარ ნახავს.